უნიკალური აღმოჩენა სამეგრელოში ხობისა და ზუგდიდის საზღვარზე ანტიკური ხანის ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მე-4 საუკუნეების არტეფაქტებია აღმოჩენილი. ამ ტერიტორიაზე გათხრები სექტემბერში დაიწყო. არქეოლოგთა განცხადებით მსგავსი ნივთები იტალიაშიც არის ნაპოვნი. არტეფაქტები გერმანიაში გადაიგზავნება ლაბორატორიული ანალიზისთვის. არქეოლოგიურ გათხრებში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტებიც მონაწილეობენ. ეს არის კაჟის ნანგლის ჩასართი, ეს არის კაჟის ისრისპირი, ხოლო აი კაჟის ნანგლის ჩასართი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მიუთითებს მეურნეობის სახით. ხობის ზუგდიდის საზღვარზე აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა ნივთებმა კოლხეთის უძველესი ისტორია შესაძლოა მნიშვნელოვანი დეტალებით შეავსოს. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვიშურდულები და ანტიკური ხანის ჭურჭლის ფრაგმენტები არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ტაბაყონში აღმოაჩინა. სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ჯგუფი გერმანელ კოლეგებთან ერთად ეგრეთ წოდებულ დიხაგუძუბას, ანუ სამოსახლო ბორცვებს მთელი სექტემბრის მანძილზე თხრიდა. გათხრების დაწყება გადაწყდა მაშინ, როდესაც ჩვენ არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად კარგად შევისწავლეთ ეს მხარე, იყო რამდენიმე ძეგლი და ერთ-ერთი ძეგლი, რომელიც ასე ვთქვათ, შეიძლებოდა ძალიან პერსპექტიული ყოფილიყო გათხრებისათვის, სწორედ ტაბაკონი აღმოჩნდა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. დავადასტურეთ უკვე ამ კვირაში გამოსთა, რომ ეს ძეგლი წარმოადგენს მრავალფენიან ნამოსახლარს, ანუ სადაც წარმოდგენილი არის მოსახლეობის ადამიანის ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი კვალი. გვაქვს როგორც ანტიკური ხანის ფენები, ასევე მის ქვეშ მდებარე უფრო ადრეული, ადრერკინის ხანის და გვიანბრინჯაოს ხანის ფენები. ანუ ეს ნიშნავს იმას უკვე, რომ სამუშაოები აქ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. ანტიკური ხანის უნიკალური ნასახლარები ჩვენს წელთა აღრიცხვამდე სავარაუდოდ მე-4-მე-6 საუკუნეებით თარიღდება. მრავალფენიანი ნასახლარი მიწის ქვეშ 3 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. უკვე დამტკიცებულია, რომ ზედაფენა ადრეულ ანტიკურ ხანას მიეკუთვნება. არქეოლოგები აცხადებენ, რომ დიხაგუძუბას მსოფლიოში მხოლოდ ერთი ანალოგი აქვს და ეს იტალიის მთებში არსებული ტერამარებია, რომლებიც ასევე ხელოვნურ სამოსახლო ბორცვებს წარმოადგენდა. კოლხური და იტალიური ნაშთების მსგავსება რამდენიმე წლის წინ გათხრების დროს მეცნიერმა ბორის კურტინმა აღმოაჩინა. პარალელები ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვებს, ანუ როგორც ამას ვთქვათ, ამ რეგიონში აქ ეძახიან გუძუბებს, ეძებნება ჩრდილოეთ იტალიის ტერემარებთან. ზუსტად ანალოგიური ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვები, რომლის ჭაობში მოძვინის შედეგად შეება, ზუსტად ასეთივე საარხო სისტემა, ერთი სიტყვით ფრია საინტერესო პარალელებია. ექსპედიციის წევრები სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. სტუდენტთა ჯგუფი გათხრებში უშუალოდ იღებს მონაწილეობას და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნივთების მოპოვებაც მათ მიერ ხდება. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ უნიკალურ ძეგლებთან შეხება და ადგილზე მუშაობა მათი პროფესიული ზრდისთვის უმთავრესი წინაპირობაა. პირველად ვართ ეხა გათხრებზე, ყველაფერი ძალიან მოგწონს, დიდ გამოცდილება შევიძინეთ, იმიტომ რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთდება ყველაფერი. ყველაფერს ვაკეთებთ თითქმის სტუდენტები, ჩვენ ვხატავთ აზომვა, ჩახაზვა, ანუ საველე დოკუმენტაციასაც ჩვენ ვაკეთებთ, ნიველებთან მუშაობაც, ანუ სიმაღლის აზომვაც ჩვენს მიერ ხდება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოგცა საშუალება იმისა, რომ ჩვენ თვითონ ჩაბმულიყავით ამ საქმიანობაში, ჩვენ თვითონ გავუკეთებინა ყველაფერი, რასაც გამოვთქვათ გამოცდილი არქეოლოგები აკეთებენ და ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი უნივერსიტეტის. სპეციალურად ამ სამუშაოებისთვის საქართველოში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. გერმანელი არქეოლოგი, რომელიც ექსპედიციაში უშუალოდაა ჩართული, კვირის ყველა დღეს არქეოლოგიურ სამუშაოებს უთმობს და აღმოჩენილ მასალას სწავლობს. ყვაყოფილი ვარ მიღებული შედეგებით. მიზანი ამ გათხრების არის ის, რომ ზოგადად კოლხეთის ბრინჯაოს ხანა იქნეს უკეთეს შესწავლილი. გათხრები მიმდინარეობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ყველაფრის ფიქსაცია, დოკუმენტაცია ხდება მაღალ დონეზე და იმედი გვაქვს, რომ ახალ მონაცემს შევძენთ ამ სამეცნიერო პრობლემის შესწავლას. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლომდებარე ადგილებზე გაკეთებული აღმოჩენები ამ სივრცის საერთო კულტურულ ღირებულებებზე მიანიშნებს. ანაკლია ამ ადგილიდან 10-12 კილომეტრშია და ტურისტებმა ექსპედიციისადმი ინტერესი უკვე გამოავლინეს. ჩვენ ვართ აფხაზეთის საზღვართან ეხლა ძალიან ახლოს. აი ფიჩორი, რომელიც უკვე გაგმამხარესია განმუხურის იქით და სადაც ზუსტად ამ ტიპის ძეგლებია აღმოჩენილი და ესე იგი ამ ერთიანობაზე მიუთითებს ამ კულტურის, ჩვენ ახლა იქით ვერ ვაწარმოებთ გათხრებს, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამ გათხრების წარმოების და მინდა ვთქვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენ ყველას, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლო დაწარმოებს ამ მნიშვნელოვან გათხრებს. გათხრების დასრულებისთანავე არტეფაქტები ლაბორატორიული ანალიზისთვის გერმანიაში გადაეგზავნება, სადაც მათი ზუსტი დათარიღება მოხდება.
შემდეგ კი ექსპონატები ზუგდიდის მუზეუმში შეინახება. მომავალი სეზონიდან ადგილზე არქეოლოგიური გათხრები ისევ განახლდება. სოხუმის უნივერსიტეტისა და გერმანელი არქეოლოგების წინასწარი დაზვერვით ტერიტორიაზე გვიან ბრინჯაოს სამაროვნები და ნამოსახლარებით შეიძლება იყოს. მეცნიერთა გათვლებით გათხრები ბერძნულ და რომაულ მითებში მოხსენიებულ უძველეს კოლხეთს მეტ ნათელს მოფენს.